2021 წლის მასწავლებელთა სერტიფიკაცია გამოცდები ფიზიკაში მეორე ვარიანტი ამოცანა ნომერი 9. ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. იპოვეთ პირველ 3 წამში სხეულის გადაადგილების მოდულიო, ასეთი კითხვა გვაქვს. კარგი, ესე იგი მოცემული გვაქვს. ხო, თუ ნახას დავაკვირდებით, როდესაც t უდრის 0-ს, მოდი t0 დავარქვათ, t0 უდრის 0 წამ მომენტში, დროის საწყის მომენტში, სხეულის საწყისი სიჩქარე v0x-ი, როგორც ნახაზიდან ხედავთ, არის -4 მეტრ-წამი სტოლი. ანალოგიურად, აი აქ გვაქვს 3 წამი გადაზომილი. t უდრის 3 წამ მომენტში, მისი შესაბამისი vx გეგმილი, შევხედოთ ნახას, vx გეგმილი, vx-ი, ტოლი არის 8 მეტრ-წამის. და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ ამ დროის მონაკვეთში, 3 წამის განმავლობაში, რას გვიკითხებიან, გადაადგილების მოდული, კი ბატონო. sx-ი. ეს ტოლი არის. კარგი, პირველ რიგში თუ გავითვალისწინებთ, რომ sx-ი ტოლია v0x დამატებული vx-ი შეფარდებული 2-თან, გამრავლებული იმ დროზე, რა დროშიც ეს გადაადგილება მოხდა. კი ბატონო. ეხლა ეს ტოლი იქნება v0x-ი პირობით რამდენი გვაქვს? -4 დამატებული vx-ი არის 8 შეფარდებული 2-თან, გამრავლებული დელტა-t-ზე. დელტა-t რა იქნება? დელტა-t იქნება t-s - t0, ხო? დროის ცვლილება t0. ეს კიდე 3 - 0, ეს 3 ტოლია, ამ და გამრავლოთ 3-ზე. კი ბატონო, ეხლა -4 + 8 იქნება 4, 4 გაყოფილი 2-ზე. 2, 2 ჯერ 3 უგცემს 6 მეტრს. კი ბატონო, ესე იგი sx-ი გამოგვივიდა 6 მეტრი. თუმცა ეს ანალიზური ამოხსნა არის, რა თქმა უნდა, ესეც სამართლიანია ასეთი მიდგომა, მაგრამ მოდით უფრო მარტივად რომ შევხედოთ ამ ამოცანას. ახლა თუ დავაკვირდებით, აი ამ ნაწილს 0-დან 1 წამ მომენტამდე სხეულის x მდგენელი არის უარყოფით. შესაბამისად, x ღერძს თუ ჰორიზონტალურად მარჯვნივ მიმართავთ, სხეული მოძრაობს, რადგანაც სხეულის სიჩქარის მდგენელი უარყოფითია მარცხნივ. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ხოლმე ასეთ დროს, ასეთ ამოცანებში, როდესაც ზოგადად გადაადგილებას გვკითხებიან, უბრალოდ დავთვალოთ x ღერძის ქვემოთ არსებული ფიგურის ფართობი, მოდით ამას დავარქვათ, ამ ფართობს, ამ არეში ფართობს დავარქვათ s1x-ი. შემდეგ მეორე 1-დან 3 წამ არეში დროის მონაკვეთში არსებულ აი ამ ფართობს, სამკუთხედის ფართობს, მოდით დავარქვათ s2x-ი. და რადგანაც ეს პირველი s1x ფართობი x ღერძის ქვემოთ გვაქვს აღებული, უბრალოდ აქ უნდა ავიღოთ გადაადგილების დროს ფართობს რო დავიცვათ მინუს ნიშანი, აქ პლუს ნიშანი. ესე იგი რა გვექნება? sx-ი, ტოლი იქნება, ამ პატარა სამკუთხედის ფართობი არის, ფუძე არის 1, 1 ჯერ 4. 4, 4 გაყოფილი 2-ზე 2 არის ფართობი, ხო? მაგრამ როგორც ვთქვით, მინუს ნიშანი უნდა ავიღოთ, -2-ს დამატებული ამ მეორე სამკუთხედის ფართობი იქნება, ფუძეა 2, სიმაღლე 8, 2 ჯერ 8 გაყოფილი 2-ზე, 2 ჯერ 8, 16, 16 გაყოფილი 2-ზე მივიღებთ 800. ეს კი ისევ ანალოგიურად 6 მეტრის ტოლი. ანუ საბოლოოდ პასუხი ტოლი ყოფილა b 6 მეტრი.